ჩვენ რო ლაპარაკობდით, რომ ანუ ხილვადი იყო უპასუხისგებლობა და კორუფცია. ანუ პირველ რიგში უპასუხისგებლობა, რომელიც დანაშაულია მათ შორის. შემდეგ კორუფცია, იმიტომ რომ არა კორუფციული ინტერესი და ვიღაცის კერძო შემოსავალი, ესე მიშვებული არ იქნებოდა. ცხადია. პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა ადგილზე და იქ ვინც იყო ადგილობრივი ქოცები. აი ეს რა, ხო იცი მაგათ უყვართ, რომ მორჩა ყველაფერი. კიო მართლები ხართო. კორუფციის გამო, მაგრამ ეს პოლიტიკური ამბავია. რა პოლიტიკური ამბავი? აბა ეხაო რომ სწრაფი გზა რო გავხსნათ ჩვენო თურქეთთან. რუსეთი არ გაბრაზდებაო? ანუ ნახე, არა. ეს პროვინციული მიდგომა, აი ჭორვილას მოდელი, რომ რაღაცის უკან კონსპირაციები, აი სისულელე, ცხადია სისულელე, მაგრამ ეს სისულელე გვაქვს პოლიტიკურ დღისწესრიგად. Deep State-ი, გლობალური ომის პარტია, ლაპარაკობ კორუფციაზე, ამ დროს გეუბნებიან იტყუები, შენ ომი გინდა, აი ამ რეჟიმში ხო